დიოსკურია ანტიკური ქალაქი, რომელიც ცნობილია ადრე ანტიკური ხანიდან, ძველი წელთაღრიცხვით მე-6-მე-4 საუკუნიდან. დიოსკურია საქართველოს იმ ქალაქების რიცხვს ეკუთვნის, რომელთა შესახებაც ისტორიამ ბევრი ინფორმაცია ვერ შემოინახა. ისტორიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ის ზღვაში ჩაიძირა. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ დიოსკურია უბრალოდ ახლანდელი სოხუმის ძველი სახელწოდებაა. დიოსკურია ქალაქია, რომელსაც ისტორიკოსები ზღვაშიც ეძებენ და ხმელეთზეც. ზღვის სანაპირო ზოლი ამ რეგიონში არ იყო ყოველთვის სტაბილური, უცვლელი. ამიტომაც არის ყველაზე ისეთი გავრცელებული ვერსია, რომ დიოსკურიის უმეტესი ნაწილი არის დღეს სოხუმის უბის ფსკერზე. მკვლევართა უმრავლესობა არქეოლოგიური წყაროების მონაცემით და მანამდე წერილობითი წყაროების მონაცემებით, მანძილების გაანგარიშებით, რომელიც მოცემულია სათანადო ისტორიულ წყაროებში, მაგალითად არიანესთანაც, დიოსკურია ივარაუდება თანამედროვე სოხუმის ადგილას. დიოსკურია მოიხსენიება როგორც ქართულ, ასევე ბერძნულ ისტორიულ წყაროებში. საიდანაც ვგებულობთ, რომ ქალაქში 100-ზე მეტი სხვადასხვა ტომის ადამიანი ცხოვრობდა. დიოსკურიის ციხე, რომელსაც სხვაგვარად სებასტოპოლისის ციხესაც უწოდებენ, სოხუმში ზედ ზღვის ნაპირზე დგას. ციხის მნიშვნელოვანი ნაწილი დროთა განმავლობაში წყალმა დაფარა. გარდა დიოსკურიისა, ამ მნიშვნელოვანი ძეგლისა, რომელიც მიიჩნევა ბერძნული წარმოშობის ქალაქად. ესე იგი, წყაროს მიხედვით ეს არის პოლის ჰელენის. ეს ნიშნავს, რომ ეს არის ელინისტური ქალაქი. სახელი დიოსკურია ტრადიციულად, როგორც ითვლებოდა, ბერძნულია. უკავშირდება ძმებს დიოსკურებს, ნახევარ ღმერთებს. ბერძნებისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო ნებისმიერი ტოპონიმის, ასე ვთქვათ, გაელინება. ჩვენ სინამდვილეში არ ვიცით, ნამდვილად ეს იყო სუფთა ბერძნული ქალაქი, იმიტომ რომ ქართველურ ენებშიც დია, დიდა, წყური, სკური საკმაოდ გავრცელებული სიტყვებია. ისტორიული წყაროების მიხედვით ირკვევა, რომ დიოსკურია თავს ძირითადად ვაჭრობით ირჩენდა. ძველბერძენი ავტორებიც აღნიშნავენ, რომ ეს იყო კარგად განვითარებული სავაჭრო ცენტრი გარშემო მყოფი ხალხებისთვის. 1953 წელს იქ, სადაც მეცნიერების აზრით ჩაძირული ქალაქი უნდა მდებარეობდეს, იპოვეს მარმარილოს რელიეფური სტელა. მასზე ორი ქალია გამოსახული წარწერის გარეშე. ის ახლა სოხუმის მუზეუმშია დაცული. სოხუმის სტელა, მარმარილოს სტელა, ეს არის სამარხი სტელა, სამარხზე აღმართული სტელა და ძალიან იცავს იმ პრინციპებს ამ გამოსახულების თვალსაზრისით, ხელოვნებისა და კვეთის თვალსაზრისით და თემის თვალსაზრისით, რაც არის დადასტურებული ბერძნულ საპაროში. ბერძნული ნამუშევარია, სადაც გამოსახულია ისეთი ემოციური სცენა, მიცვალებული ქალბატონი, რომელიც ეშვიდობება თავის შვილს და იქვე დგას მხევალი, მოკლედ შეჭრილი თმებით, ანუ მონაქალი, რომელიც ალბათ არის ამ ბავშვის ძიძა. ეს ნაპოვნი იყო მდინარე ბესლეთის შესართავთან და ვარაუდობენ, რომ იქ იყო ალბათ ბერძნული ნეკროპოლისი. იმ ადგილას, სადაც სტელა იქნა ნაპოვნი, მეცნიერებმა წყალქვეშა ექსპედიციაც მოაწყვეს, თუმცა ხელშესაჭიდი ვერაფერი იპოვეს. ქართველი ისტორიკოსები იხსენებენ, რომ მრავალეროვან ექსპედიციას რიგ საკითხებს მსჯელობისას ხშირად პოლიტიკური მიკერძოებულობაც ახლდა. აქ სამუშაოებს ატარებდნენ იმთავითვე ჩვენი აფხაზი კოლეგები, მათ შორის რუსი მკვლევარები, ისეთი როგორც არის სოლოვიოვი და აფხაზი მკვლევარები, როგორც არის ცნობილი არქეოლოგი მიხეილ ტრაფში. აგრეთვე ბატონი ლეონიდე შერვაშიძე. ერთ ეტაპზე ამ სამუშაოებისა პეტერბურგის ოკეანოლოგიის გენიც კი იყო გამოყენებული. ეს პროფესიული ჩახვიდები არსებობდა. ქალაქ დიოსკურიასთან, როგორც ასეთთან დაკავშირებით, დიდი კამათები, დიდი პრობლემები აფხაზებთან არ ჰქონდათ. ბუნებრივია, სხვადასხვანაირად განვიხილავდით ზოგიერთ მომენტს, მაგალითად მის ეთნიკურ შემადგენლობას, ამ ქალაქის ეთნიკურ შემადგენლობას,
ის აბორიგენული ნაწილი, ანუ არაბერძნული ნაწილი, ჩვენ მოგვიაზრებდით მას როგორც კოლხურ, ძირითადად, როგორც კოლხურს, აფხაზებისთვის კი ისინი იყვნენ მათი წინაპრები, რომლებიც ვითომღაც მათ ენაზე საუბრობდნენ, საიდან მოიტანეს ეს უკვე სხვა თემა. მაგრამ კონკრეტულად დიოსკურიასთან დაკავშირებით დიდი კამათები ჩვენ არ გქონდათ. იდუმალებით მოცული დიოსკურია, რომელიც ყოველთვის იზიდავდა დაინტერესებულ მაძიებლებს, მაინც ამოუხსნელდა მიუწვდომელ მითად დარჩა. მით უფრო რომ ქართული ისტორიოგრაფიისთვის მისი სივრცეები ამ ეტაპზე დროებით მიუწვდომელია.